მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ გურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. ვინ რას ელოდება საუდის არაბეთში ხვალისთვის დაგეგმილი მოლაპარაკებიდან. შეერთებული შტატებიც და უკრაინაც იმედოვნებენ რომ შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდება. ომის დასრულების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ხვალ ქალაქ ჯიდაში ტარდება. არაბეთში დღეს ჩადის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს. უკრაინის მხარეს კი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი წარმოადგენს. პარალელურად დღეს ველოდებიან საუდის არაბეთში ვოლდიმირ ზელენსკის, თუმცა ის მოლაპარაკებებში პირადად არ ერთვება. დაგეგმილია მისი შეხვედრა ქვეყნის ტახტის მემკვიდრე პრინცთან. როიტერი იტყობინება, რომ მოლაპარაკების მსვლელობისას ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ეცდება გაარკვიოს რა მატერიალურ დათმობებზე წასვლა შეუძლია უკრაინას ომის შესაჩერებლად. საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნული ცნობა ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ანონიმურად მოიპოვა. Мы робимо все. მშვიდობასთან დაახლოების მიზნით მუშაობას გავაგრძელებთ, ვეწვევი საუდის არაბეთს. შედეგების იმედი გვაქვს. ეს ეხება როგორც სამშვიდობო პროცესს, ასევე მხარდაჭერის გაგრძელებას. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან. დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება უკრაინაში, ამისთვის მზად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის ინტერესები გათვალისწინებული იყოს. არაბეთში ხვალინდელი შეხვედრიდან დადებით ცელის ამერიკის პრეზიდენტიც. Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპი ასევე ამბობს, რომ ამერიკა უკრაინას შორის წიაღისეული შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება. აქვე ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მასა და ვოლდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი შელაპარაკების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონის გაწეული დახმარებისთვის უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მადლიერებას არ გრძნობს. წამყვანმა ტრამპს კითხა, რატომ დაკარგა მან ზელენსკისთან საუბრის დროს წონასწორობა, რაზეც ტრამპმა მიუგო, რომ ზელენსკი ხისტი და ჭკვიანია და ბაიდენს ფულს ისე ართმევდა, როგორც ბავშვს კამფეტს. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი მისცა და ამისთვის კიევი მადლიერი უნდა იყოს. ასევე ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატები განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას. ომში მყოფი ქვეყნისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიღება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ტრამპის გადაწყვეტილებით 4 მარტიდან შეჩერებულია. უკრაინა შესაძლოა ვერ გადარჩეს. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, ასე რომ ახლა ჩვენ არეულობაში ვართ. ბაიდენს არასდროს უნდა გამოეყო 350 მილიარდი დოლარი, მას დახმარება ევროპასთან უნდა გაეთანაბრებინა. როგორ შეიძლება ეს, როდესაც ჩვენ შორის ოკეანეა? ჩვენ არ ვართ ისეთ საფრთხეში, როგორშიც ისინი არიან. ზელენსკი ჭკვიანი და ძლიერი ბიჭია. ბაიდენის დროს ამ ქვეყნიდან ფული ისე წაიღო, როგორც ბავშვისგან ტკბილეული. ეს მარტივი იყო, არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი იმის შესახებ, რომ თუ SpaceX-ის მომსახურების არასათანადო მომწოდებელი აღმოჩნდება, მაშინ მათ სხვების მოძებნა მოუწევთ. ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა მხრიდან სიკორსკის მისამართით საკმაოდ ხმამაღალი განცხადებების გაკეთების მიზეზი გახდა. მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის Starlink-ის ქსელს უკრაინელ სამხედროებს არასდროს გამოურთავს, იმის მიუხედავად, თუ როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის პოლიტიკას და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პატარა კაცი უწოდა. უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია, ეს კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გამოხმაურება. შეგახსენებთ, მალამდე ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ მისი სისტემა Starlink-ი უკრაინის არმიის ხერხემალია და უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ მას გამორთავს. მოგვიანებით მასკმა მცდარი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეიძლება Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა შეუწყვიტოს, თუ კი ჩაიშლება მოლაპარაკებები ბუნებრივ რესურსებზე გარიგების შესახებ, ამ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა. საქართველოს კი საარჩევნო სამზადისშია უკვე რამდენიმე თვეში. თვითმმართველმა ქალაქებმა ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები უნდა აერჩიონ. არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება პარტია გირჩი. კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის კენჭისყრაში ოპოზიციიდან, მკაფიო პასუხი აქვს ნაციონალურ მოძრაობასაც და ის უარზეა. დანარჩენი პარტიები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის პარალელურად გადაწყვეტილების მიღებამდე მოვლენების განვითარებას ელია. უკვე 100 დღეზე მეტია ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ხას უსვამ რომ ახალ არჩევნებში ჩვენ გულისხმობთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს არის საპარლამენტო რესპუბლიკა. დღეს ჩვენ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, არ იცვლება ხელისუფლება, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ცვლის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას. ჩვენ ბუნებრივია რომ ამ მოცემულობაში გამოვრიცხავთ მონაწილეობის მიღებას. ცხადია ჩვენ მომზადებით არა თუ ვიღებთ მონაწილეობას მომზადებით კიდეც ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ქონდა რუსთავში შეხვედრები, ადგილობრივი არჩევნები ძალიან რთული არჩევნებია. ფაქტობრივად 63 არჩევნებია შესატარებელი სხვა სხვადასხვა ადამიანებით ძალიან ბევრი რესურსი საჭიროა და ამიტომ წინასწარ დიდი თათადრი დავიწყეთ მომზადება. და ბუნებრივად მნიშვნელოვანია რა მოხდება ოპოზიციურ სპექტრშიც, იმიტომ რომ არის ისეთი არჩევნები, მაგალითად თბილისის მერის არჩევნები, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ იქნებოდა ურიგო ამაზე რაღაც ტიპის შეთანხმება იყოს ოპოზიციაში, მაგრამ ისე მიდის საქმე, რომ ოპოზიციის შეთანხმება თუ არა, მეგონი თვითონ არ იციან საერთოდ არჩევნებში ხილულ მონაწილეობას თუ არა. მართველი გუნდი კი მორგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ ოპონენტებმა აზრი შეიცვალონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არაერთმა პარტიამ მიიღოს. უმრავლესობაში ხაზგასმით ამბობენ იმასაც, რომ საპარლამენტო არჩევნების გამართვას 2028 წლამდე არ აპირებენ. თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც სულ მალე გაიმართება საქართველოში, კიდევ ერთხელ დაანახებს ჩვენ საზოგადოებას, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ენდობა ქართული ელექტორატი, უმრავლესობის მმართველი პარტიის პოზიციები არის საკმაოდ მყარი, შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათ არ გააჩნიათ საზოგადოების ნდობა, მათი პრინციპული პოზიცია ხშირად იცვლება, შესაძლებელია აქაც შეიცვალოს მათი პოზიცია და არ არის გამორიცხული, რომ არჩევნებამდე კვლავ ასე რიგში ჩადნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ისინი დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას კოლექტიური ნაცმოძრაობის ან დანაყოფებზე მაქვს საუბარი, რაც მოდიოდა დავალება მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ ყველაფერს იმას, ანუ თავისუფლად შეუძლიათ დღეს თქვან ერთი, ხვალ გააკეთონ მეორე და მესამე დღეს გააკეთონ რადიკალურად განსხვავებული განცხადება ამ ორ დღისთან შედარებით. მათაც და თავიანთმა პატრონებმაც რეალურად ძალიან კარგად იციან, თუ დღევანდელი მოცემულობით სად არის მათი რეიტინგი. იმიტომ რომ მათი ამორჩევლის უდიდესი ნაწილი ერთხელ და საბოლოოდ უკვე მიხვდა თუ ვისთან და რა ძალებთან ჰქონდა რეალურად საქმე. საქართველოს პარლამენტში მედიის შესახებ კანონპროექტის განხილვას ეხმიანება მაკენის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების ხელმძღვანელი. ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ლორა თორნტონი კანონპროექტს, რომელიც ბრიტანული კანონის გათვალისწინებით შეიქმნა, თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა დაფასებს. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, ამბობს თორნტონი და საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიის ბოლო ბასტიონებად მოიხსენიებს. ძალიან ნათელია, რომ ქართული ოცნება ცდილობს გააფართოვოს თავის ხელთარსებული იურიდიული შესაძლებლობები, რომ დემონსტრანტები სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წავიდეს. ძალიან მღელავდა, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას ხვდავს. ქართულმა ოცნებამ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით მათ ხელშია. დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რამდენიმე ისეთი კანონი დაინიცირა რუსეთში, რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება. ვფიქრობ, დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებდნენ, ახლა გაქრა. ასე რომ ვფიქრობ, სამომავლოდ საკმაოდ დიდი გამოწვევაა, როგორ შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება. ლორა თორნტონის ამ გამოსვლას აფასებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მენდიაის საქართველოს ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ქვეყნის სახელმწიფოს ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის კონკრეტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას ემსახურება. ლორა თორნტონმა ყველაზე კარგად იცის, რომ საქართველოში მედია თავისუფალია ისე როგორც არსად. ლორა თორნტონმა ყველაზე კარგად იცის, რომ NGO სექტორი, რომელსაც ის იცავს, ისინი იყვნენ სწორად, ვინც უცხოურ გავლენას ამკვიდრებდნენ ამ ქვეყანაში და მოქმედებდნენ მხოლოდ და მხოლოდ გარედან წამოსული დავალებების შესაბამისად. ლორა თორნტონს ამავდროულად არაფერი საერთო არ აქვს ქართველების და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან. ის ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას და ჯგუფს.
კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი იქნება. მან შიდა არჩევნების შედეგად უკვე დაიკავა ქვეყნის მმართველი ლიბერალური პარტიის ახალი თავმჯდომარის პოსტი. ადგილობრივი მედია წერს, რომ 59 წლის კარნი კანადის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდება, რომელსაც აქამდე პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონია. ის სხვადასხვა დროს იყო კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კარნი აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპის დაწესებულ ტარიფებს კანადამ საპასუხო ზომებით უნდა უპასუხოს. ინციდენტი თეთრ სახლთან იყო სროლა. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა შეერაღებული პირი დაჭრეს. როიტერის ცნობით დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ თეთრ სახლთან ახლოს სამართალდამცველებმა ავტომობილის შემოწმება გადაწყვიტეს, მანქანიდან გადმოსვლის მოთხოვნის საპასუხოდ კი მძღოლმა ცეცხლი გახსნა. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულან, მიმდინარეობს გამოძიება. დაძაბული რჩება ვითარება სირიაში. შეტაკებების შედეგად ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 1000 აჭარბებს. მათ შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. ადგილობრივი უფლებადამცველთა ორგანიზაციის ინფორმაციით დაღუპული არიან ქალები და ბავშვებიც. სირიაში ახალი მთავრობის ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მომხრე დაჯგუფებას შორის ბრძოლა გასულ კვირას განსაკუთრებით გამწვავდა. დემონსტრანტები პოლიციის წინააღმდეგ რუმინეთში ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერები ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან პოლიციას დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების კორდონის გარღვევა სცადეს. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. აქცია ცესკოსთან მას შემდეგ გაიმართა, რაც მან ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა სასამართლოს გადაწყვეტილებით აუკრძალა. შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველ ტურშიც ჯორჯესკუ მოიგო. შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, დანიშნულია ხელახალი არჩევნები. სამდღიანი გლოვა არგენტინაში მასშტაბურმა წყალდიდობამ საპორტო ქალაქ ბაია ბლანკაში 16 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია საცხოვრებელი უბნები, ხიდები, საქალაქთაშორისო მაგისტრალები, სტიქით დაზარალებულ რაიონებს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ჯარი. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. კურიერი პირდაპირ ეთერში მუშაობას 12-ზე დაუბრუნდება. მე კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.